მოგესალმებით TST სპორტის გამომწერებო მაყურებლობო. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდით თქვენს ეკრანებზე და ძალიან გვახარებს ეს ყველაფერი და იმედი გვაქვს რომ აქტიურად დავიწყებთ უკვე თვეში რამდენიმე ვიდეოს დადებას და ვიქნებით თქვენთან ერთად ქართული სპორტის ეპიცენტრში და მოგიყვებით იმ საინტერესო ამბების შესახებ რაც ხდება ზოგადად ქართულ სპორტში. რაც შეეხება დღევანდელ ფორმას თუ რაზე ვისაუბრებთ და როგორ ვისაუბრებთ, ჩვენ გვინდა რომ თვეში ერთხელ ესე დავსხდეთ ვისაუბროთ ქართულ სპორტში მომხდარი სიახლეების შესახებ, განვიხილოთ ის თამაშები, რომელიც ქართული სპორტისთვის მნიშვნელოვანი იყო, ეს არ იქნება განსაკუთრებულად თქვათ რომელიმე გამოყოფილად სპორტი, თქვათ ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, შეიძლება ყველა სპორტის სახეობაზე ვისაუბროთ, შეიძლება ჩვენთან ერთად იყვნენ სტუმრები, ნუ იდეა ასეთია და ვნახოთ ეტაპობრივად ყველაფერს თქვენ ჩვენთან ერთად ნახავთ. რაც შეეხება იმას თუ რაზე ვისაუბრებთ დღეს, უკვე მოგვიახლოვდა სანაკრებო შეკრება, სანაკრებო თამაშები, გავიგეთ საქართველოს ნაკრების, სომხეთის ნაკრების განაცხადები, ეს იქნება ძირითადი განხილვის თემა და უკვე გავყვეთ და ნელ-ნელა გეტყვით. ჩვენ ხა ვიმყოფებით წიგნის კაფე Big Blue-ში, მადლობა მათ მასპინძლობისთვის და იმისთვის რომ დაგვითმეს დრო და სივრცე, იმისთვის რომ თქვენთან ძალიან საინტერესო ამბები მოგვეყოლა. და დავიწყებ ახლა უკვე ეროვნული ნაკრების შესახებ საუბარს. უილის სანიორმა გამოაქვეყნა 25 კაციანი განაცხადი და ამ 25 კაციდან ყავს ერთი დებიუტანტი, ეს არის ლუკა ლაცაბიძე, 20 წლის ცენტრალური მცველი, რომელიც დონეცკის შახტარის საკუთრებაა, თუმცა ჩერნომორეთში არის განათხრებული, სადაც საკმაოდ ინტენსიურად, აქტიურად თამაშობს, თითქმის ყველა შეხვედრაში იღებს მონაწილეობას და ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული მცველთაგანი, რომელიც საქართველოს ნაკრების მომავლად ითვლება, სწორედ ამიტომ გააკეთა მასზე არჩევანი უილის სანიორმაც, როდესაც ჩვენ ვკითხეთ მას თუ რატომ მაინც და მაინც ამ შემთხვევაში ლუკა ლაცაბიძე ახალგაზრდული ნაკრების წევრი, მან თქვა რომ ის თვლის რომ ლუკა იქნება ეროვნული ნაკრების მომავალ და სწორედ ამ მომავალზე ფიქრობს, მას არ იქნება საშუალება რომ ივნისის თვეში გამოცადოს ლუკა, რადგან ლაცაბიძე უკვე ამ მომენტში იქნება რამასვანაძის გუნდთან ერთად 21 წლამდე ნაკრებთან ერთად, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს და სწორედ ამიტომ მიცა ამ შემთხვევაში მას შანსი. მე ეჭვება მისი დებიუტი სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ, თუმცა ის უკვე განაცხადია და ეროვნულ ნაკრებთან ერთად არის საკმაოდ კარგია და თუნდაც მისი განვითარებისთვის და მომავალი კარიერისთვის ეს ყველაფერი აუცილებლად გამოადგება მას და იგივე დონეცკის შახტარში უკვე თავის დასამკვიდრებლადაც მე მგონია რომ მისთვის ძალიან კარგი ვარიანტი იქნება. ასევე დაბრუნდა განაცხადში აზაროვი, რაც მე პირადად ძალიან მიხარია ახალგაზრდული ნაკრების პლეი-ოფის შეხვედრებში ხორვატიასთან დაამტკიცა ერაკლიმ თუ რამდენად კარგი, რამდენად პროდუქტიული ფეხბურთელია ნაკრებისთვის, მან ყველაფერი ჩადო ამ ორ შეხვედრაში ხორვატიის ნაკრებთან და ვნახეთ თუ რამდენად დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ რამასვანაძის გუნდი ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, არც ეროვნულ ნაკრებში დაუზოგავს მას თავი არასდროს და მისი განაცხადში ხდება ყოველთვის გვახარებს და იმედი გვაქვს, რომ საკმაოდ კარგი და წარმატებული სანაკრებო პაუზა გამოუვა. ასევე დაბრუნდელი გიორგი გულიაშვილი, შოთანონიკაშვილი, ეს ორივე საბურთალოს აღზრდილი ფეხბურთელები არიან, მათ შოთანონიკაშვილს ჰქონდა დებიუტი ეროვნულ ნაკრებში, გულიაშვილს არ უთამაშია ჯერ, თუმცა გულიაშვილს შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას ბოსნიის ჩემპიონატში უკვე 19 გოლი აქვს გატანილი, გუნდის აშკარა ლიდერია, ბოსნიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია და მასზე არაერთი ტოპ 5 დივიზიონის გუნდი ნადირობს და ის რომ გულიაშვილმა უკვე ნაკრებში დაიმკვიდროს ადგილი და გამუდმებით იყოს ნაკრების შემადგენლობაში, მისი კარიერისთვისაც და ეროვნული ნაკრებისთვისაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. სანამ გავაგზავნებთ უკვე საუბარს კიდევ ერთ დაბრუნებულ ფეხბურთელზე, მანამდე გეტყვით რომ აუცილებლად გამოიწეროთ ჩვენი არხი, გააქტიუროთ ზარისხილაკი, დაგვიწერეთ კომენტარი, რამდენად მოგწონთ ეს ფორმატი და ასევე დაალაიქეთ ვიდეო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მოდი გადავიდეთ კიდევ ერთ ფეხბურთელზე, გიორგი ზარიაძე, რომელიც ეროვნულ ნაკრებში უილის სანიორს ერთხელ ყავდა გამოძახებული. მისმა კარგმა თამაშმა გუნდში განაპირობა ის, რომ ზარია მოხვდა სანიორის განაცხადში და ნახოთ რამდენად მიეცემა მას თამაშის საშუალება, თუმცა ის რომ განაცხადია უკვე მისთვის საკმაოდ დიდი წარმატებაა და ვნახოთ როგორ გამოუვა და რა გამოუვა ამ ფეხბურთელს და ჩვენაც სხვა ფეხბურთელებზეც აუცილებლად მინდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა, ხუჩა კვარაცხელიძე ბევრის თქმას არ ვაპირებ, ეს ბიჭი ყოველდღე ამტკიცებს, რომ არის სოფლიო დონის ფეხბურთელი, არის სოფლიო დონის ვარსკვლავი, ის თუ რაც მან PSG-სთან ერთად გააკეთა ლივერპულთან პირველ შეხვედრაში და უკვე ლივერპულთან მეორე შეხვედრაში გვაჩვენებს რა დონის ფეხბურთელია და აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ხუჩა კვარაცხელია მზად არის თუ არა ითამაშოს რაღაც თქვათ ტოპ 5 დონის ჩემპიონატის საუკეთესო გუნდში. ხუჩა კვარაცხელია ჩემი აზრით მზად არის იმისთვის, რომ იბრძოლოს ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად, ხუჩა მზად არის იმისთვის, რომ იყოს სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო
საუკეთესო და არ არის გამორიცხული რამდენიმე წელიწადში იმაზეც დავიწყოთ უკვე საუბარი რომ ხუჩა კვარცხელია მზად არის ოქროს ბურთისთვის იბრძოლოს თუმცა მოდი მოვლენებს წინ გავასწრებთ რაც თავარია ხუჩას საუკეთესო ფორმაში რაც მის კარიერაში აქამდე ვნახეთ და ეს ყველაფერი საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან კარგია თუმცა პირველ შეხვედრას ის სომხეთთან გასვლაზე გამოტოვებს მეორე შეხვედრაში დაუბრუნდება ყვითელი ბარათების გამოტოვებს ის ამ მატჩს ასევე მინდა ვთქვა აუცილებლად ის რომ დაცვის ხაზია შედარებით გაზდავებული ნაკრების შემადგენლობაში არ არის კურკველია და არ არის კოლუციანი როდესაც სანიოს ამ თემასთან დაკავშირებითაც კითხვა დაუსვით მან დაგვიდა სტურა რომ სწორედ იმიტომ არის ეს ყველაფერი რომ ნაკრების მომავალზე ამ შემთხვევაში უკვე ორიენტირება აღებული და ცდილობს სანიო რომ მიცეს ახალგაზრდებს შანსი იგივე გოგლიჩიძეს იგივე ლაცაბიძეს იგივე თუნდაც როჩოშვილს გოჩოლეიშვილს აზაროს და ამ შემდეგ ერთადერთი ვეტერანი წყალებს შეიძლება ასე ითქვას, ეს არის გურამ კაშია, ჩვენი ნაკრების კაპიტანი, სული და გული ალბათ შეიძლება ეცეც ითქვას და ჩემი აზრით გურამ კაშიას როლი ნაკრებში არ არის მხოლოდ ის, რომ მოედანზე გამოვიდეს და თავის მაქსიმუმი გააკეთოს, ჩემი აზრით კაშიას როლი ის არის, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელების ნაკრებთან ინტეგრირება შეუწყოს ხელი, ასევე გუნდში ძალიან კარგი გარემო, ატმოსფერო შეიქმნას და სწორედ ამ ყველაფერში კაშია როგორც ნამდვილი კაპიტანი ყველაფერს დებს და აკეთებს. ასევე მინდა ვთქვა, რომ სომხეთის ნაკრებთან იქნება გუნდის კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი და ოთო საოცარ ფორმაშია, შტუმთან ერთად საკმაოდ კარგად ასპარეზობს, პირადი მიღწევებითაც, პირადი შედეგებითაც საკმაოდ გამორჩეული წელი აქვს, მან ჩემპიონთა ლიგაზეც იასპარეზა, უკვე ავსტრიის ჩემპიონატშიც კარგად გამოიყურება და ოთოს როლი ეროვნულ ნაკრებშია. მე ევროპის ჩემპიონატიც ვამბობდი ამას, ჩემ მეგობრებთან ხშირად ვამბობდი ხოლმე, რომ ოთო არის ნაკრებში ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაფასებული, მაგრამ მაინც დაუფასებელი, იმიტომ რომ მისი როლი იმდენად არ ჩანს, რაც მას შეუძლია და რასაც აკეთებს. ფეხბურთელია, რომლის ასე ვთქვათ, შესაძლებლობებსაც საზღვარი არ აქვს, ის ნაკრების ყველაფერს აკეთებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ის იქნება ჩვენი ნაკრების კაპიტანი პირველ შეხვედრაში და წარმატებას უსურვებ ახალ როლშიც ნაკრებში. ქოჩერაშვილიც კარგ ფორმაშია, გოლის გატანაც მოახერხა, იგივე შეგვიძლია ვთქვათ აუცილებლად მექვაბიშვილზეც, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ალბათ ყველა გაგვაოცა, იმიტომ რომ არავინ არ ველოდით მისგან ასეთ დონის თამაშს და ფაქტია, რომ მექვაბიშვილი ნაკრებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელად ყალიბდება. ასევე მინდა ჩაკვეტაძეზე ვისაუბრო, ის თუ როგორ თამაშობს ჩაკვეტაძე მეტყოლებს იმაზე, რომ ის ნამდვილად დაბრუნდა თავის საუკეთესო ფორმაში და თუნდაც უოტფორდში ჩატარებული შეხვედრები გვარწმუნებს იმ ყველაფერში, რომ გიორგი საკმაოდ კარგ ფიზიკურ კონდიციებში იყოფება, ზართულია ზოგადად ყველა 3 დღეში ერთხელ ჩაატარო შეხვედრა და მაინც იდეალურ ფორმაში იყო და ამ ყველაფერს გიორგი ახერხებს და იმედია რომ ასე გააგრძელებს და ნელ-ნელა უკვე მოვა ის ეტაპიც რომ გოლების გატანასაც მოუმატებს, საგოლე გადაცემების გაკეთებას კიდევ უფრო მეტად მოუმატებს და არ არის გამორიცხული ამ ზაფხულშივე გიორგი ვიხილოთ ტოპ 5 ჩემპიონატში და დიდი იმედი მაქვს ამის. ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რომ ბუდი ზირზევაძე მოახერხა ბუნდესლიგაში სადებიუტო გოლის გატანა, ის რომ ზურიკო დავითაშვილი საკმაოდ კარგად გამოიყურება სეტეტიენის რიგებში და ლიგა 1-ში არის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იმით, რომ სეტეტიენი არ არის გუნდი, რომელიც იბძვის რაღაც უმაღლესი მიზნებისთვის, ის დარჩენისთვის იბძვის ამ მომენტში და ზურიკო ამ გუნდის ლიდერია აშკარად და რავი, რა შეიძლება მას ეთქვას კიდე დამატებით, მიქაუტაძეზეც ვიტყვი რამდენიმე თქოს, გიორგის საუკეთესო ფორმაშია ნამდვილად, ლიონის ერთ-ერთი ლიდერად ყალიბდება და როდესაც ის გრძნობს, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი მას ენდობა, გიორგი განსხვავებულად იწყებს უკვე თამაშს და ეს არის ის, რაც ეროვნული ნაკრების გარშემო მინდოდა მეთქვა და ჩემი პოზიციები დამიფიქსირებინა კონკრეტული ფეხბურთელების მიმართ, ასევე დავამატებ აუცილებლად გიორგი მამარდაშვილის შესახებაც, რომელიც ბოლო პერიოდში არ იყო თავის ფორმის პიკში, თუმცა ბოლო შეხვედრაში ლა ლიგაში მან საოცარი ბურთის მოგერიება მოახერხა და გვაჩვენა, რომ ეს ის ძველი გიორგია, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ლიდერი იყო, ერთ-ერთი მთავარი ძალა იყო და მისი იმედი ალბათ ყველა ქართველ გულშემატკივარს აქვს, ისევე როგორც იმ ორი მეკარის, რომელიც ჩვენ განაცხადია, იგივე ლუკა გუგეშაშვილი, რომელიც არის დაფრინავს საბერძნეთის ჩემპიონატში, უკვე აქტიურად იწერება, რომ ის პაუკის ფეხბურთელი გახდა, ესიც ძალიან მაგარი მიღწევა, ძალიან მაგარი ამბავია, ჩვენი ვეტერანი, ჩვენი გამორჩეული გიორგი ლორიაც აღნიშნვის ღირსია, იმიტომ რომ უპროს ჩემპიონატში ერთ-ერთი კარგი მეკარია და დაბალანსებული ძალიან კარგი ნაკრები ჩამოყალიბდა ამასობაში საქართველოს ნაკრები, რაც თავარი ახალგაზრდული გუნდია, მომავლის გუნდია და ვნახოთ. მე მგონია, რომ სომხეთთან შეხვედრა არ უნდა იყოს ჩვენთვის დიდი პრობლემა და
ამ გამოწვევასაც კარგად გავართმევთ თავს. სანამ სომხეთის ნაკრების უკვე უშუალოდ განხილვაზე გადავალთ, აუცილებლად გეტყვით, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, გააქტიურეთ სარიცხლაკი, ის დაახლოებით 6000 გამოწერა, რომელიც ამ მომენტში გვყავს. გვინდა რომ რაც შეიძლება სწრაფად გაიზარდოს, ავიდეთ თქვა 10000, 15000 გამოწერაზე და კიდევ უფრო მეტად აქტიურები გავხდეთ, კიდევ უფრო მეტი რამე შემოგთავაზოთ და თქვენი დახმარებაც ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა რაც მინდა სომხეთის ნაკრებზე გითხრათ, ის არის რომ მათ შეცვალებს თავარი მწვრთნელი და მათი თავარი მწვრთნელი გახდა აიაქსის ის მწვრთნელი, რომელიც გიორგი მიქაუტაძეს წვრთნიდა და მისი დამრიგებელი იყო, რომელიც პრაქტიკულად არ აძლევდა საშუალებას გიორგის აიაქსში, რომ თავისი შესაძლებლობები დაემტკიცებია და შესაბამისად ამ თამაში ჩემი აზრით მიქაუტაძე განსაკუთრებულად მოტივირებულიც იქნება. ის ზოგადად თამაშობს ხოლმე 4 მცველიანი ტაქტიკით, მაგრამ როგორც ანიორმა თქვა, დავეთანხმები მეც ამ ყველაფერში, რომ რთულია 4 მცველით თამაშოს სომხეთის ნაკრების შემადგენლობით, რადგან მას არ აქვს ის რესურსი, რაც თქვა გქონდა იგივე აიაქსში, იგივე საბერძნეთის ნაკრებში და ვნახოთ რა გამოვა, რაც შეეხება ზოგადად სომხეთის ნაკრებს. 2023-2024 წლებში 20 შეხვედრა ჩაატარეს. ამ 20 შეხვედრიდან მოახერხეს მხოლოდ 5 გამარჯვება და დამარცხდნენ ისეთ ნაკრებთან, როგორც ფარერებია და ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ნაკრები თავის კარგ ფორმაში ბოლო პერიოდში არ იმყოფებოდა და საკმაოდ დიდი დაპირისპირებაც ჰქონდათ სომეხ გულშემატკივარს და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციას ერთმანეთთან ბოლო შედეგების გამო, რაც ხდებოდა, თუმცა ვნახოთ რა იქნება თავარი მწვრთნელის შეცვალეს და ახალი გამოწვევები ელოდება წინ. სომხეთის ნაკრებს საკმაოდ დიდი დანაკლისი ექნება ორ შეხვედრაში. თუ ჩვენ დისკვალიფიკაციის გამო გამოგვაქვს კაშია და კვარაცხელია პირველ შეხვედრაში, მათ ორ შეხვედრაში არ ეყოლებათ გუნდის ლიდერი ედუარდ სპერციანი, ის არის შემტევი ნახევარმცველი და მისი დანაკლისი სომხეთისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება. ასევე ტრავმატოლოგებს არ უთინიას ცენტრალურ ნახევარმცველს, ის გუნდის ერთ-ერთი სასტარტო ფეხბურთელი იყო, ასევე მარჯვენა ფლანგის შემტევი ბალიკინიანი გამომაგდებათ და ასევე ცენტრალურ მცველი კალისერიც არ იქნება. ოჯახური პრობლემები აქვს და გუნდს ვერ ეხმარება კიდევ ერთი შემტევი ნახევარმცველი ლუკას სელარიანი და ასევე სერგის ადამიანმა უარი განაცხადა ნაკრებში თამაშზე, მას აღარ სურს ნაკრებში თამაში და ხედავთ რომ რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელი აკრია სომხეთის ნაკრებს, თუმცა იმ შემადგენლობიდან, რომელიც ყავს გამოძახებულ მთავარ მწვრთნელს, არიან მაინც ფეხბურთელები, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ და გამორჩეული ფეხბურთელები არიან სომხეთის ნაკრებში. ეს არის ნაირ ტიკნიზიანი, რომელიც არის მარცხენა მცველი ამპული და ის ერთ-ერთი მთავარია სომხეთის ნაკრებში, როდესაც შეტევა ვითარდება, მისი ჩაწოდებები ფლანგიდან, ტექნიკური თამაში და შემდეგ საკმაოდ დიდ პრობლემებს უქმნის ხოლმე მეტოქე გუნდის მცველებს. ასევე არის რანოსი, რომელიც გამოდის კაიზერსლაუტერში, ეს არის ფეხბურთელი, რომელიც ბაიერნის და დორტმუნდის აღზრდილია და შესაბამისად ის საკმაოდ ნიჭიერია, ცენტრფორვარდია, საკმაოდ აქტიურია, მოძრავია, 21 წლის ფორვარდია და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრებთან თავის გუნდს წარმატებაში დაეხმაროს. ასევე არის ტიგრან ბარსეგიანი, რომელიც არის სლოვანში კაშიას თანაგუნდელი, ეს ფეხბურთელი ალბათ ქართულ გულშემატკივარს უნდა ახსოვდეს კარგად, იგივე ბათუმის დინამოსთან ჩატარებულ შეხვედრებში, ასევე ის თუ ადევნებთ თქვა ჩემპიონთა ლიგაზე კაშოს გუნდის სლოვანის გამოსვლას და გეტყვით იმას, რომ საკმაოდ აქტიური ფლანგის ნახევარმცველია, რომელიც კარგად თამაშობს, მებრძოლია, რაც თავარია და გონია რომ ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება სომხეთის ნაკრებიდან ისიც იქნება. ასევე უნდა ვთქვათ აუცილებლად ვახან ბიხჩარჩიანის შესახებ, რომელიც არის შემტევი ნახევარმცველი, ბლეგია ვარშავას ფეხბურთელია, კარგი ტექნიკური დარტყმა აქვს და შეუძლია როგორც ფლანგზე თამაში, ასევე ცენტრალურ ნახევარმცველად თამაში და გონია რომ იმ დანაკლისის პირობებში, რომელიც სომხეთის ნაკრებს ჩვენთან ექნებათ, ისიც სასტარტოში იქნება და ვნახოთ რამდენად კარგად შეძლებს თამაშს. ასევე ყავთ მათ ნატურალიზებული ფეხბურთელი, ეს არის უგოჩუკუ ივუ, ეს არის სომხეთის ფეხბურთის ერთ-ერთი ძლიერი ნატურალიზებული მოთამაშე, ფიზიკურად ძლიერი საქმიანი ნახევარმცველია, რომელიც ბალანსს ქმნის გუნდში როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს უკვე სომხეთის ნაკრებში და ისიც ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, ძალა იქნება სომხეთის ნაკრებისთვის. აუცილებლად მინდა გითხრათ ისიც, რომ სომხეთის ნაკრებს 20 თამაში აქვს გატანილი 24 გოლი და გაშვებული აქვს 34 გოლი. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ საკმაოდ ღია თამაში შეიძლება გამოვიდეს. როგორც გოლიც გატანა უყვართ მათ, ასევე გოლის გაშვებასაც არ ერიდებიან როგორც ჩანს და ნახოთ რას მოიტანს სწორი შეხვედრა უბრალოდ სანიოლის ნაკრებისთვის. ეს არის მართლა კარგი გამოცდა იმის თუ დავამტკიცებთ ვარ თუ არა ღირსები დავრჩეთ ბ დივიზიონში და ჩემი აზრით ვარ და აუცილებლად დავრჩებთ.
ასევე დღეს მინდა გესაუბროთ იმაზე, რომ საქართველოს მონაკრებთან ნაკრებმა წარმატებით დაასრულა რაგბი ევროპის გათამაშება, უკვე მე-17-ით მოვიგეთ რაგბი ევროპა, არ ვიცი, რაღაც გამანადგურებელი ანგარიშებით ვიგებდით, საოცარ თამაშს ჩვენამდით და მეგონი უკვე დროა რომ სოფლიო რაგბმა მოიფიქროს ახალი ფორმატი იმისთვის, რომ საქართველოს მონაკრებთან ნაკრები შეხვდეს უფრო ძლიერ მეტოქეებს და ეს არ იყოს თქვათ ის, რომ საქართველოს კონკურენტი არ ყავს, რაც ფაქტია დღეს და არ ვიცი, ფორმატს მე ვერ მოვიფიქრებ, მე ვერ შევთავაზებ, ეს მათი საქმეა. რაღაცა გაერთიანება უნდა მოხდეს, რაღაც შეთანხმება უნდა მოხდეს და ერთინამე ზუსტად ვიცი რომ საქართველოს ნაკრებს იმაზე დიდი პოტენციალი აქვს და იმაზე დიდი შესაძლებლობა აქვს, რაც აქამდე ვაჩვენეთ, ამას სოფლიოთ ასე დარწმუნებული ვარ რომ დავამტკიცებ, თუმცა ამ ყველაფერს საჭიროა რომ მანამდე ძლიერ ოპონენტებს ვეთამაშოთ. ძალიან მაგარი ფაქტი არის, რომ კალათბურთის ნაკრებმა მოახერხა ზედიზედ მე-6-ეთ ევრობასკეტზე გასვლა და მადლობა ბიჭებს ამ ყველაფერთვის, ამ თავდადებისთვის, ასევე ხელბურთელთა ნაკრების შესახებაც ვთქვათ ის ყველაფერი, რომ მოახერხეთ ბოსნია და ჰერცეგოვინის დამარცხება. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყოს, რომ რომანდოლიძე დაბრუნდა ოქტაგონზე, საკმაოდ კარგად იასპარეზა 5 რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა ვეტორი და აჩვენა ის, რომ როგორც პირველ ბრძოლაში, ამ შემთხვევაშიც მან მოახერხა გამარჯვების მოპოვება, ის ბევრად უკეთესი მებრძოლია ვიდრე ვეტორი და მან საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, როდესაც ადესანია გამოიწვია ოქტაგონზე და ის ითხოვს, რომ ტოპ 5 მებრძოლიდან რომელიმე შეახვედრონ და ვნახოთ რაც გადაწყვეტ UFC. რამასვანაძის ნაკრებზე ვიტყვი იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეკრება იქნება ეს, რომელსაც ისინი თურქეთში გაიღვნენ, რადგან ევროპის ჩემპიონატამდე ძალიან ცოტა დრო რჩება. აქ უნდა დატესტოს მან უკვე ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც მის აზრში და მონახაშია, უკვე ივნისში შეიკრიბება შემდეგ ნაკრები და იქ დიდი განაცხადი იქნება, სადაც არაერთი ფეხბურთელი იქნება გამოძახებული და ამ გამოძახების შემდეგ უკვე ნახავთ თუ საბოლოოდ რომელ განაცხადში არჩევს და ვის წაიყვანს ის ახალგაზრდა ევროპის ჩემპიონატზე. ეროვნულ ნაკრებიდან რა თქმა უნდა მათ დაემატებათ საბა გოგლიჩიძე, ირაკლი აზაროვი, იგივე ლაცაბიძე ამ უკვე ივნისის განაცხადში და ჩემი აზრით საკმაოდ მნიშვნელოვანი ანგარიშგასაწევი ნაკრები ვიქნებით, მით უმეტეს თუ მოასწრებს მანამდე უკვე საზონაური დაბრუნებას და რაღაც გარკვეულ ფორმაში შესვლას და არ ვიცი, ნახოთ წინ ძალიან მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენები გველოდება. დღეისთვის სულ ეს იყო რაც მინდა თქვენთვის მომეყოლა. შემდეგ შევეცებ რომ სხვა სპორტის სახეობები ჩავშალოთ ისე აქტიურად და კარგად და განვიხილოთ და თქვა შეიძლება იგივე სტუმარი მოვიწვიოთ. მადლობა ჩვენთან ერთად ყოფნისთვის, დროის დათმობისთვის. გამოიწერეთ აუცილებლად ჩვენი YouTube არხი, გააქტიურეთ ზარისხილაკი. გთხოვთ რომ დაგვიწეროთ კომენტარი, გითხრათ რას გვირჩევთ, რა დავამატოთ, რა დავაკლოთ, რა იყოს უფრო მეტი დოზით მსგავს სტილში და მადლობა წიგნის კაფე ბიბლუს იმისთვის რომ დაგვითმოს სივრცე მოგცა საშუალება თქვენთან ერთად რაღაც საინტერესო თემებზე გვესაუბროთ და შევხვდებით უკვე სამხრეთიდან საიდანაც შემოგთავაზებთ საკმაოდ მნიშვნელოვან და საინტერესო ვლოგს და იყავით ჩვენთან ერთად გამოიწერეთ ჩვენი არხი და დალაიქეთ ეს ვიდეო.